საკითხი. ეს საკითხი გახლავთ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხი. პირველ რიგში ხარი დაუჭიროთ ამ დღის წესრიგით მუშაობას, დიდი მადლობა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იქნა ინიცირებული საკითხის დამუშავება, შესწავლა, რომელიც ეხება პროდუქციაზე ფას-ნამატის წარმოქმნის, ასე ვთქვათ, ჯაჭვის შემადგენელი ნაწილების დადგენას. სამწუხაროდ, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდგომ განისაზღვრა, რომ ცალკეულ პროდუქტებზე საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების დახლზე არსებულ პროდუქციაზე ფას-ნამატმა საშუალოდ 86%-საც კი შეადგინა, რაც არის, რა თქმა უნდა, არალოგიკურად დიდი იმ მოცემულობასთან მიმართებით, რაც მაგალითად იგივე ქსელური დასახელების სუპერმარკეტში, მაგალითად ევროპაში არის კონკრეტულ პროდუქციაზე და ბუნებრივია, რომ ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბიზნესთან ადეკვატური კომუნიკაციის ფონზე მოუნახოთ შეხების წერტილები და მოვახერხოთ ის, რომ ფასები დაიწიოს ლოგიკურ ნიშნულამდე. ამისთვის, როგორც მოგეხსენებათ, შექმნილია სამთავრობო შესაბამის კომისია, რამოდენიმე სტომა უკვე ჩაატარა კომისიამ, იყო ბიზნესთან შეხვედრა, სხვადასხვა მიმართულებით, ასევე იყო დაანონსებული, რომ პარლამენტში იგეგმებოდა დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პარალელურად მთავრობის კომისიის იქნებოდა დაკავებული სწორედ აღნიშნული საკითხის მოკვლევით. გუშინ უკვე საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესაბამისი დადგენილება დროებითი კომისიის შექმნის შესახებ და დღეს ჩვენ ვადგენთ რაოდენობას და კვოტებს ამ კომისიისა. იყო ასევე დაანონსებული, რომ 14 წევრისგან იქნებოდა კომისია განსაზღვრული. მოგეხსენებათ, რეგლამენტის შესაბამისად 14 წევრიდან ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს უმრავლესობის შემადგენლობა, ხოლო დანარჩენი იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს გამოვთხოვთ იმედს, რომ ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად აუცილებლად იქნება ის მნიშვნელოვანი შეხების წერტილები მოძებნილი, რომელიც როგორც სასურსათო პროდუქტზე, ასევე მედიკამენტებზე და საწვავზე მოახდენს, დაწევს ლოგიკურ სხვარამდე თანხას, იქნება შესაბამისი სივრცეები მოძებნილი და ბუნებრივია ეს გამოწვევა, რაც საკმაოდ მძიმე დაწვება ჩვენს თანამოქალაქეებს მოიხსნებათ მძიმე თვირთად, რადგან ჩვენს კოლეგებთან ერთად ბუნებრივია ყველაფერს სამისთვის გავაკეთებთ. მე წარმოგიდგენთ დასკვნის პროექტს, რომელიც იქნა კომიტეტის მიერ შემუშავებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მხარდაჭერის შემთხვევაში უკვე ეს საკითხი გადაეცემა ბიუროს, ასევე პარლამენტის ბიუროზე იქნება შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული ფრაქციებიდან, თუ კონკრეტულად ვინ იქნება ფრაქციებიდან წარმოდგენილი კომისიის შემადგენლობაში და უკვე ძალიან მალევე თუ არ ვცდები, შეიძლება დღეს ან ხვალე კომისია დაიწყებს თავის ფუნქციონირებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი. რაც შეეხება დასკვნის პროექტს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე დასკვნა. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 4 თებერვალს კომიტეტზე განვიხილეთ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72 მოხლის მეორე და მესამე პუნქტებისა და 251 მოხლის მესამე პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა დაადგინა, რომ
სასუსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის პასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 14 წევრის შემადგენლობით, ხოლო პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად. პირველი ფრაქცია ქართული ოცნება 7 წევრი, მეორე ფრაქცია საქართველოსთვის 3 წევრი, მესამე პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა 3 წევრი, მეოთხე პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტები 1 წევრი. ჯამი შეადგენს როგორც მოგახსენებათ 14-ს და ეს არის ის დასკვნის პროექტი, რომელიც დავაყენო კენჭისყრაზე, თუ არსებობს კითხვა, შეინიშნა მოსაზრება, სიამოვნებით მოусმენ, გავიაროთ ეს საკითხი, თუ არა და შეგვიძლია პირდაპირ დავაყენოთ კენჭისყრაზე და მოგიწოდებთ რომ ხარი დაუჭიროთ ამ დასკვნას. კი ბატონო, ძანთ. მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა გამოვეხმაურო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ჩვენ წლებია ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოქალაქეებს ძალიან ძიმე ტვირთად აწევთ სწორედ აი პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე გაზრდილი ფასები. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ კომისიის პროფილი გაფართოვდეს და თუ ამის ინიციატივაც გვექნება ჩვენ, იმიტომ რომ გარდა ამისა, ბევრი სხვა ეკონომიკური პრობლემა აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, მაგალითად ის ძალიან ძიმე საბანკო ვალდებულებები, რომლებიც მათ აქვთ და ამაზეც საჭიროა რომ ჩვენ დავინტერესდეთ, როგორ ფორმირდება ის პროცენტები და ის ვალდებულებები, რომლებსაც საბანკოდ იხდიან ბანკებში ჩვენი მოქალაქეები. ასევე ჩვენ დავაინიცირეთ მინიმალური ხელფასის შესახებ ინიციატივა, რომელიც რატომღაც გაურკვეველი მიზეზებით ამ ინიციატივის განხილვა გადაიდო და ამაზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება იყოს, იმიტომ რომ მინიმალური ხელფასი ეს იქნება რეალური რეაგირება იმ არსებულ მდგომარეობაზე, რომელშიც არის დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა. მადლობა. მადლობა. სხვა მოსაზრებები, კითხვები? კი ბატონო, ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ბუნებრივია შემოვიფარგლებით იმ საკითხით, რაც არის დღის წესრიგის თემატიკა და წარმოადგენს ფასწარმოქმნის ჯაჭვის დამდგენი კომისიის შექმნას, სადაც აქტიურად ვიმუშავებთ. მივესალმები ოპოზიციის მხრიდან ჩართულობას. აქვე მინდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვახსოვს წინამოწვევის პარლამენტში გამორჩეულად თუ როგორ აპელირებდა ოპოზიციის ცალკეული წევრები რაც მაღალ ფასებზე, კონკრეტული რადიკალური ჯგუფები, თითიდან გამოწვეული მიზეზებით, ინსინუაციებით, აფრიალებდნენ ცალკეულ ფურცლებს და ცდილობდნენ საზოგადოების ზემოქმედებას თითქოს ხელისუფლება ხელს უწყობდეს რაღაც კუთხით მაღალი ფასების არსებობას, თუმცა როგორც კი დადგა საკითხი წარმოქმნის შესწავლისა და ფასების ლოგიკურ ზღვრამდე დაწევისა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი პრაქტიკულად დადგა მაღალი ფასების მხარეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სახეს, რაც ამწუხაროდ საქართველოში მოქმედ რადიკალური ჯგუფებს გააჩნიათ, რა დამოკიდებულებაც გააჩნიათ მათ საკუთარ თანამოქალაქეების მიმართ და როგორც ცდილობენ მხოლოდ პოპულისტური მიზნებით გამოიყენონ რაღაც კონკრეტული მოცემულობების საზოგადოებაში, მაშინ როდესაც ეს მათ მრუდე დღის წესრიგს აწყობს და არა იმისთვის, რომ საზოგადოებას და ხალხს მართლაც რაღაცა მხარი დაუჭირონ. აქეთ კი პირიქით საქართველოს ხელისუფლება სწორედ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური დანაწესი სოციალური სახელმწიფოს ფუნქცია, ხელისუფლებამ შესაბამის მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ინიციირება უნდა მოახდინოს და ახდენს კიდეც ისეთი პროცესების, რაც ბიზნესთან თანამშრომლობის, ბიზნესის თავისუფლების პრინციპის დაცვით მოახდენს ერთობლივად ფასების რეგულირებას და ის იმ ზღვამდე დაწევას, რაც ნამდვილად იქნება ლოგიკური და არ იქნება რაღაც ხელოვნურად გაბერილი, ან არ იქნება კარტელური გარიგებებით ნაკარნახევი, რომელსაც ბუნებრივია ჩვენ არ დაუშვებთ და სათანადოდ სახელმწიფო ყველა ასეთ მოცემულობაზე მოახდენს რეაგირებას. დიდი მადლობა, დავაყენებ საკითხს კენჭისყრაზე, ვინ არის მომხდარი ხარი დაუჭიროთ დასკვნის პროექტს. დიდი მადლობა, მიღებულია ერთხმად.
მე ვუსურვებ წარმატებას კომისიას, დროებით კომისიის მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ ვადის სამოწურვამდეც იქნებ შევძლოთ და შესაბამისი ეფექტი მოვახდინოთ იმ ფასის წარმოქმნაზე, რაც დღეს სამწუხაროდ არსებობს და რამაც ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის გარკვეული შემსრულებლობა უნდა გამოიწვიოს მსგლობით საკითხებში. დიდი მადლობა.